ხო, წყალი არის ბუნებრივია და წყალი იყო მაშინაც, როდესაც თავიდან დაიწყო ამაზე ლაპარაკი და რაღაცნაირად კატეგორიულად უარყოფდნენ ამ ყველაფერს, რომ ეს ვერ მოხდება უბრალოდ, ხო? და დროის გაწელვის ფაქტორი იყო ამ შემთხვევაში, ჩვენ ვნახეთ არაერთი გადამდგარი და წასული, ესე ვთქვათ, მაღალჩინოსანი, რომელსაც ჰქონდა შიში ბუნებრივია ამ სანქციების და ეს სანქციები მუშაობს. და ალბათ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ამ სიის მერე რა შეიძლება დაემართოს თითოეულ ადამიანს, რომელიც პროპაგანდას ასე ვთქვათ ემსახურება და ემსახურება ზოგადად ქართულ ოცნებას და მის ნარატივს ატარებს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაზე იმოქმედებს ეს სანქციები, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ქვეყანა უკვე ამ ყველაფერში ჩათრეული, ჩვენ ძალიან დიდი ტემპით, რაც ვაშენეთ მთელი ამ წლების განმავლობაში, ძალიან დიდი ტემპით დავკარგეთ. აი სულ ნულიდან გვაქვს ახლა ყველაფერი თავიდან ასაშენებელი და ამას დრო ჭირდება, ხო? ბუნებრივია, რომ ჩვენ ყველა დაზარალებულები ვართ ამ მემართულებით და არ ვიცი, მე შეიძლება გითხრათ თუ ეხლა შეიძლება ვილაპარაკო იმასთან დაკავშირებით, ანუ ამბობ რომ აი ამ ადამიანებს როგორ დავაჯეროთო, ესე ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი პროპაგანდაა და მათ ატყუებენ, ხო, რეალურად ატყუებენ და ადამიანები ტყუილში ცხოვრობენ, განსაკუთრებით ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ჩვენ რეგიონებში და ეს შემიძლია ჩემ თავზე პირდაპირ თქვა, იმიტომ რომ მე მგონი შენთან ეთერში არა, მაგრამ ჩემს ეთერში არაერთხელ მithქვამს, რომ მე მთელი აგვისტო წინა საარჩევნოდ დაუთმე იმას, რომ აი თათიაც იყო ჩემთან ერთად და ერთი ჩემი მეგობარი, ჩვენ ვიარეთ სოფელ კარ, ბაზარ, არ ვიცი, ბირჟა შემიძლია ესე თქვა. ანუ აი ყველგან ვიყავით, სამ რეგიონში ესე ვთქვა ძალიან აქტიურად ვიარეთ და მე ჩემი თვალით ნახე იმ ადამიანებს რა უჭირთ, რას ფიქრობენ, როგორ ფიქრობენ, ვისი ჯერათ და ვისი არ ჯერათ. და პირდაპირ გეტყვით ხალხო, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და რატო? იმიტომ რომ მე ხალხს ვერ დავაბრალებ ამას ვერავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათ აქვს თავიანთი გასაჭირი, ხო? ისინი მიწაზე მუშაობენ, რაღაცა 1000 პრობლემა აქვს, ყოფითი პრობლემები აქვს, უმძიმესი, რომელიც მართლა არაფერს შეიძლება არ უყურებდეს, მართლა უნდადეს რომ რაღაცა სერიალი ჩართოს და იმ სერიალსა და სერიალს შორის იმედზე, იმიტომ რომ ყველაზე კაი სერიალები, იმიტომ რომ ფული აქვს იმედს და ყველაზე კაი სერიალები მათ აქვს, უცებ თვალი მოკრეს საინფორმაციოს და ხო, ნუ აი რაღაცნაირად ამ ნარატივს მიყვება და პლუს დამატებით მუშაობენ იქ ადამიანები, ქართული ოცნების წარმომადგენლები ძალიან აქტიურად მუშაობენ იქ აი ამ პროპაგანდაზე, ხო, რომ ეს ადამიანები რაღაცებში დააჯერათ. არ მინდა ვინმეს გაკრიტიკება, არავითარ შემთხვევაში და ეს ის დრო არ არის, რომ რაღაცნაირად ეხა ესე ვთქვათ, წყალი შეუყენოთ პოლიტიკოსებს, ოპოზიციონურ ფრთას გულისხმობ ხა ამ შემთხვევაში, მაგრამ მე არაერთხელ მithქვამს ჩემი ეთერიდანაც, მithქვამს მათთვის პირადად, მithქვამს არაერთ შეხვედრაზე, იმიტომ რომ ჩვენ გვიწევს შეხვედრებზე სიარული და მე ჟურნალისტის გარდა ხალხო ძალიან წუხვარ, მაგრამ მე მგონი ჟურნალისტის გარდა უკვე ყველაფერი გავხდი, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩემი პროფესიის დაცვას ვემსახურები მე ხა ამ შემთხვევაში და თითოეული ჩვენგანი, ხო და ამიტომ მე ქუჩაშიც მიწევს სიარული, აქტივისტიც გავხდი და ყველაფერი ერთად გავხდი, რაც შეიძლება რომ იყოს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ხალხო, ეხლა რუსთაველი არის ველი, ჩვენთვის საბრძოლო, კი ბატონო, ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას, დავიცავთ 26 მაისს და 26 მაისი ჩვენი იქნება ნამდვილად და თითოეულ თარიღს, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ველი ალბათ პოლიტიკური ველი და პოლიტიკური პროცესი არის სხვა რამე. ანუ თუ არ გადავედით პოლიტიკურ პროცესში და სხვა მოცემულობაა პოლიტიკური პროცესი იმისგან განსხვავებით, რაც დღეს ხდება ქუჩაში, იმიტომ რომ ქუჩაში იბრძვის ხალხი და პოლიტიკოსმა უნდა შექმნას პროცესი, ხო? აი ეს პროცესი თუ არ შეიქმნება, ესე ვთქვათ, ძალიან გაგვიჭირდება რაღაცების გადალახვა. ბუნებრივია თავისთავად მოვა ის, რომ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ისტორიული კანონზომიერებაა, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და სხვანაირად ვერ იქნება, მაგრამ ამას კიდევ მეტი დრო დასჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ველად პოლიტიკოსებმა ალბათ ბოდიში შეიძლება გავკადნიერდე ახლა და ესე მოგიწოდოთ ყველას, მაგრამ ნუ ჩემი აზრი ასეთია, რომ მართლა სოფელ და რეგიონიეროს ყველამ უკვე ამწამს, იმიტომ რომ მეცნობა ხოლმე თვითმმართველობის არჩევნებზე რო არის საუბარი, საერთოდ რამეზე რო საუბრობენ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ქვეყანას რაც ჭირდება, ეს არის გადატვირთვა და ეს არის ახალი არჩევნები. იქნება ეს თვითმმართველობასთან ერთად თუ არ იქნება. ახალი არჩევნები გჭირდება, ამ ახალ არჩევნებს ჭირდება მომზადება, ეს ხალხი გამოსათრევი ყავს ბოდიში ამ სიტყვას რო ხმარო პროპაგანდის და ბოდიში ინგა დავამთავრებ და მკითხე რაც გინდა.
ანუ ეხლა დრო არის და უკვე დაგვიანებულიც არის, მაგრამ ეხლა მაინც იმიტომ რომ რეგიონალური კოორდინატორებით იქ ვერაფერს ვერ გავალთ ხალხო, ამ ადამიანებს ჭირდება დახმარება, ჭირდება ახსნა, ჭირდება ყველაფრის მოყოლა თავიდან ბოლომდე, რაში ვცხოვრობ და რაში აცხოვრებ და რატოა ეს ყველაფერი აი ტყუილი. რატო